მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions სოლიდარობა მზია ამაღლებელს და ყველა სინდისის პატიმარს. ახალციხეში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. დეტალებისთვის გთავაზობთ სიუჟეტს. სარაიაში მოხდა ხანძარი. რისგან როგორ ვერ გავიგე. შეშას ნახავდით მანდა. საიდან რომ მოხდა შეშას ნახავდით მანდა. ახალციხეში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე აზატუიკ მკოიანის სახლში ხანძარი დღეს გაჩნდა. როგორც იგი გვეუბნება, ცეცხლის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დამწვარია საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებული შენობა, რომელსაც ოჯახის წევრები აბანოდ, საკუჭრნაოდ და შეშის შესანახად იყენებდნენ. მისივე თქმით, სახანძრო სამორჩილო ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა და ხანძრის ჩაქრობა შეძლეს ისე, რომ ცეცხლი მიმდებარედ შენობებს არ წაკიდებია. მეზობელმა მითხრა, რომ ასადეიდა რაღაცა ამბლის სუნია. მოვედი სახში, შემოვედი, ნახე აბანოში, არანთია პეჩი, კუხნაში არა. ძალიან მალე მოვიდნენ, ჰალალი იყოს სახანძრესაც, პოლიციაც, ყველა მეზობლებიც, ყველანი უცბად მოვიდნენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შენობის რეაბილიტაციის შესაძლებლობა არ აქვთ და აპირებენ დახმარების თხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ წერილობითი განცხადების მომართვის საფუძველზე მომხდარს შეისწავლიან და საკითხს სამუშაო ჯგუფი განიხილავს. ამავე წყაროს ცნობით, ოჯახს მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული მუხლით გაეწევა დახმარება. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად 22,600 ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტი საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფარგლზე ხანძრით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ ერთჯერად სოციალურ დახმარებას გასცემს. გახარია საქართველოსთვის პარტია დეპუტატი ახალციხის საკრებულოში მარინა აბულაძე აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმიდან გამოვიდნენ და განაახლეს საკრებულოს ხდომებზე სიარული. რა მიზეზით შეწყვიტეს ბოიკოტი? აბულაძე ჩვენს კითხვას არ პასუხობს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გადაწყვეტილებით პარლამენტში არ შევიდნენ, ხოლო მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და ხდომებზე აღარ ესწრებოდნენ. მათ შორის მარინა აბულაძე რამდენიმე თვის განმავლობაში საკრებულოს ხდომას არ ესწრებოდა. დღეს ახალციხის საკრებულოზე გეგმით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა ყველა საკითხვი უსიტყვოდ და შეკითხვების გარეშე მოიწონეს და მხარი დაუჭირეს. ხდომაზე დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად მოისმინეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის კვარტალური ანგარიში და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის გასული წლის ანგარიში. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.